აგერ დარეჯან ცხვიტარიას უსმენდით, მან თქვა რომ შეიკრიბებიან 4-ში, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა, ხელს ავწევთო და უნდა წავიდეს ხელისუფლება. თუ ამ გზით არ წავა, არ გამორიცხა მან იგივე საქართველოს პარლამენტის შენობის დაკავებაც. რა არის აქ თქვენი პასუხი? პასუხი ერთია, არავინ არ საწასვლას არ აპირებს, გამომდინარე იქიდან რომ ეს ხელისუფლება არის ლეგიტიმური. მოსახლეობის უმრავლესობა მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, მხარი დაუჭირა მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მათი მხრიდან მუქარები, მათი მხრიდან მოწოდებები, რომ დამთავრდა ხელისუფლებაში ჩვენ მოვდივართ, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აბსურდია, გამომდინარე იქიდან, რომ კიდე გავიმეორებ, ქართული ოცნება არის არჩეული ხელისუფლება, ლეგიტიმური ხელისუფლება და ვერავინ ვერ შეეცდება მის დამხობას, მის გადატრიალებას, ასე შემდეგ. ნებისმიერი ესეთი ქმედება კანონის უმკაცრესი ზომებით იქნება აღკვეთილი, რა თქმა უნდა.